მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები 2024 წელი, ამოცანა ნომერი 37. X ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატი დროის განმავლობაში იცვლება კანონით. X უდრის at კვადრატს პლუს b კოსინუს ომეგა t, სადაც a, b და ომეგა მუდმივებია. განსაზღვრეთ რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში ნივთიერი წერტილის სიჩქარის Vx გეგმილი. ხო, ესე იგი მოცემული გვაქვს, და გვაქვს მოცემული ჩავწეროთ. კოორდინატის დროზე დამოკიდებულება, რომელსაც შემდეგი სახე აქვს, at კვადრატს პლუს b კოსინუს ომეგა t, სადაც a-ც, b-ც და ომეგაც მუდმივი სიდიდეებია და უნდა ვიპოვოთ სიჩქარის Vx გეგმილი. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ სიჩქარე განიმარტება როგორც კოორდინატის წარმოებული დროით dx dt და x-ის მნიშვნელობას შევიდავთ ამ წარმოებულში, გვექნება d dt at კვადრატს პლუს b კოსინუს ომეგა t. ახლა, რადგანაც ჯამის წარმოებული უდის წარმოებულთა ჯამს, ასევე მუდმივები შეგვიძლია წარმოებულის ნიშნის გარეთ გავიტანოთ, ეს ტოლი იქნება, მოდით უფრო დაწვრილებით დავწეროთ, რომ დამოკიდებელი არ იყოს, ეს იქნება d dt a t კვადრატს პლუს d dt b კოსინუს ომეგა t. ეს ტოლია. ახლა მუდმივები შეგვიძლია წარმოებულის ნიშნის გარეთ გავიტანოთ, გვექნება a d dt t კვადრატი პლუს b ჯერ d dt კოსინუს ომეგა t. ეს უდრის a ჯერ t კვადრატის წარმოებული არის 2t, ანუ ეს გამრავლდება 2t-ზე და ამას უნდა დაემატოს b ჯერ, ну კოსინუსის წარმოებული არის მინუს სინუსი, ესე იგი ჩვენ აქ პლუსი არ გვექნება მინუს b სინუს ომეგა t და რადგანაც კოსინუს ომეგა t რთული ფუნქცია არის, ეს კიდევ უნდა გავამრავლოთ ჩვენ წარმოებულზე d dt ომეგა t-ს. საბოლოოდ მივიღებთ a ჯერ 2t იქნება 2a t-ს მინუს, ახლა ომეგა t-ს წარმოებული არის თვითონ ომეგა, რადგანაც ომეგა მუდმივი არის და წარმოებულის ნიშნის გარეთ გავა, დროის წარმოებული, t-ს წარმოებული დროით პირდაპირ ერთს მოგცემს, ამიტომ ეს ტოლი იქნება 2a t-ს მინუს b ჯერ ომეგა სინუს ომეგა t. ანუ საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ, რომ Vx-ი ტოლი ყოფილა 2a t-ს მინუს b ომეგა სინუს ომეგა t.